ბათუმის ბიუჯეტში სრულად ასახული არის ის გამოწვევები და ის საჭიროებები, რაც აქვს ჩვენს ქალაქს და ჩვენს საზოგადოებას. რა იგეგმება ბათუმში და როგორი იქნება 2026 წელი? ინფრასტრუქტურული პროექტები, გაზრდილი ბიუჯეტი, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რა სტრატეგია აქვს ბათუმის ახლად არჩეულ მერს? თავისუფალი სივრცის შეკითხვებს ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე უპასუხებს. ჩვენ მილიონობით ადამიანის მოზიდვა გვინდა, რა თქმა უნდა, შემდეგში სხვადასხვა პროექტები. რა მიზნები და რა ხედვები აქვს აჭარის კულტურის მინისტრს? რა იგეგმება მომავალ წელს რეგიონში? ამ და სხვა თემებზე უყურეთ და მოусმინეთ აჭარის კულტურის მინისტრს ელისო ბოლქვაძეს. ხვდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. 24 დეკემბერია, 4 შაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ვახტანგ მეშვილი ვარ საღამოშვიდობისა. დღეს ჩვენ შეკითხვებს ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე უპასუხებს საღამოშვიდობისა. ბატონო გიორგი, მადლობა რომ დაგვხმობთ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და დიდი მადლობა თქვენ გადაცემაში მოწვევისთვის. პრაქტიკულად 2 თვეა, რაც ბათუმის მერი გახდით, გამოგიცხადეს ბათუმელებმა დობა, კარგზეც და ცუდზეც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი. რას ნიშნავს იყო ქალაქის მერი ბათუმის? ბათუმი საქართველოში მოსახლეობით მეორე ქალაქია და მნიშვნელობითაც ალბათ არავინ არ გვიწყვეს და ეგრეა რეალურად. ტურისტულადაც ყველაზე მიმზიდველი ქალაქია ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ბათუმის მერობა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას ასევე დიდი პატივიც მოყვება. ბათუმს აქვს იმის ამბიცია, რომ შავი ზღვისპირეთში გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო და წამყვანი ქალაქი და კიდევ ერთხელ აღნიშნო, რომ ჩემთვის პატივია, რომ ამ პროცესში მე ვიყო ჩართული და მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რომ ჩემი ქალაქი ამ შედეგამდე მივიყვანო. ბატონო გიორგი, ამასობაში უკვე დამტკიცებულია 2026 წლის ბიუჯეტი. საინტერესოა, რომ რა ისახება ეს ყველაფერი ბათუმზე. დიახ, ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. ბათუმის ბიუჯეტში სრულად ასახული არის ის გამოწვევები და ის საჭიროებები, რაც აქვს ჩვენს ქალაქს და ჩვენს საზოგადოებას. მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება 570 მილიონი ლარი, რომელიც თებერვლისთვის ალბათ გაიზრდება და დაახლოებით ჩვენი ვარაუდით 596 მილიონ ლარამდე გვაქვს პროგნოზი საბოლოო. აქედან თითქმის ნახევარი, რა თქმა უნდა, მოხმარდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა, კომუნალური ინფრასტრუქტურა, რომელიც დიდი გამოწვევაა ჩვენს ქალაქში და ასევე, რა თქმა უნდა, ავარიული სახლები ბათუმში. გარდა ამისა, ბიუჯეტის დიდი ნაწილი მოდის ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სპორტზე და სარეკრეაციო სივრცეების შექმნაზე, ასევე სხვა მრავალ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტზე. რო ჩავშალოთ ეს საკითხი, მნიშვნელოვანია ქუჩები იყოს მოწესრიგებული, გზები იყოს დაგებული. კონკრეტულად რომელ ქუჩებს შეეხება და რამდენი ქუჩა არის, რომელსაც რეაბილიტაცია სჭირდება? ეხა მიმდინარე პროექტი, რაც გვაქვს, ყველაზე აქტუალური რაც არის, ეს არის რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, ქალაქის ცენტრალური ქუჩაა. სხვათა შორის აქ მინდა აღვნიშნო, რომ ვადაზე ადრე დავასრულეთ ამ ქუჩის რეაბილიტაცია, მოგვეცა საშუალება, აქ ამინდებაც შეგვიწყო, რა თქმა უნდა, ხელი. ხვაფენილი აყარეთ, ასე ვთქვათ. ხვაფენილი აიყარა სრულად, დიახ, და შეიცვალა სრულად კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე სისტემები. ახალ წლამდე მოგვეცა იმის საშუალება, რომ მანქანების მოძრაობა აღგვედგინა, მაგრამ არ არის სრულად დასრულებული. იანვრის ბოლოსთვის უკვე რუსთაველის ქუჩას დავასრულებთ და დაიწყება უკვე გოგებაშვილის რუსთაველის ქუჩის გაგრძელება. აქაც დაგეგმილია სრულად შეიცვალოს, ქვაფენილები უნდა აიყაროს, მოეწყოს სანიაღვრე სისტემა, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კანალიზაცია შეიცვლება, საკანალიზაციო სისტემების, თუ ამის საჭიროება იქნება და სანიაღვრე და ამის შემდეგ უკვე გადაეგება აქაც ასფალტის საფარი. პარალელურად სხვა მრავალი პროექტი გვაქვს მიმდინარე ქალაქში, უფრო ხაზგაუსვა იმ პროექტებზე, რომელიც მომავალი წლისთვის გვაქვს დაგეგმილი, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბათუმის შემოსასვლელი გზის გაფართოება. გზის გაფართოების გარდა აქ
მოეწყობა ტროტუარები, განათების სისტემები და ამ პროექტის დასრულების შემდეგ აგვექნება 4-სოლიანი გზა, რაც მოგცემს საშუალებას განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტული სეზონის დროს მაქსიმალურად გავტვირთოთ. ის საცობები რაც იყო ხოლმე? დიახ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღარ იქნება? იმედი მაქვს, რომ ეს მაქსიმალურად განტვირთავს. მაგის გარდა პროექტში გვაქვს ასევე ბათუმის შემოვლით ავტობანზე საომალოდ ფიქრობთ რამდენიმე დაერთების გაკეთებას, იმიტომ რომ ქალაქი ძალიან იზრდება და საჭიროა ახალი გზების მშენებლობა. ბევრი ტურისტიც არის. დიახ, არსებული გზების გაფართოება. მოლოდინი გვაქვს, რა თქმა უნდა, რომ ქალაქი კიდევ უფრო გაიზრდება, შემცირებისკენ აღარ წავა ქალაქი. ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. და ამ მიმართულებით მოკლედ აქტიურად მუშაობთ, მათ შორის აეროპორტის გზატკეცილის რეაბილიტაციას გეგმავთ, იქ სადაც პრობლემური სატრანსპორტო კვანძებია და გზები და ქუჩები არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გავაფართოვოთ, იქ ახალი ქუჩების მშენებლობას ვიწყებთ. ასევე ბათუმელებისთვის ალბათ საინტერესო იქნება იანვრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისიდან უკვე ვიწყებთ ბათუმის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციას. ეს არის მემედ აბაშიძის მიმდებარე პატარა ქუჩები, სადაც ასევე ქვაფენილია და მოუწესრიგებელია სანიაღურის სისტემა. პატარა წვიმის შემდეგაც ფეხით გავლა აქ ფაქტიურად შეუძლებელია. აქ ვფიქრობ, რომ მაისის ბოლომდე ამ ქუჩებს დავასრულებთ. უკვე ეს არის ასათიანის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა, 26 მაისის ქუჩა, რაც ყველაზე კრიტიკულია ამ ეტაპისთვის. და კიდევ სხვა მრავალი პროექტი გვაქვს ამ მიმართულებით, რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, აქ როგორი მიდგომა გექნებათ, შემოვა თუ არა ახალი ტრანსპორტი ბათუმში? ნახეთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენი გუნდისთვის იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. უკვე ვიყიდეთ, შევიძინეთ 18 ერთეული ახალი ავტობუსი, მომავალ წელს კიდევ ვფიქრობთ დამატებას. გარდა ამისა, ჩასატარებელი გვაქვს კვლევები, უფრო სიღრმისეულად გვინდა ეს საკითხი შევისწავლოთ, რომ მხოლოდ ავტობუსების ყიდვა ამ საქმეს არ შველის. ვნახავთ, რომელი მიმართულებით არის ახალი ხაზები დასამატებელი, თუ საჭიროებს ეს ხაზები სიხშირის გაზრდას ან თუნდაც შემცირებას. ასევე ამ კვლევამ უნდა გვაჩვენოს ბათუმში თუ იმუშავებს და თუ არის საჭიროება ეგრეთ წოდებული ბასლაინები შევქმნათ. ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, მე მგონი ბოგოტას მერი იყო, განვითარებული ქალაქი არ არის ის ქალაქი, სადაც გაჭირვებულსაც კი მანქანა ყავს, არამედ ის ქალაქია, სადაც მდიდარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის და აი ეგ იქნება ჩვენი პოლიტიკა. უშუალოდ ჩართული ვარ ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაციაში და განვითარებაში და ვფიქრობ, რომ ეს ერთი წლის ამბავი არ არის, მაგრამ ჩემი ამ 4 წლიანი მუშაობის პროცესში შედეგს დავდებ ამ მიმართულებით. და ასევე ავარიული სახლები, ეს მარტო ბათუმისთვის არაა პრობლემა, მაგრამ ვინაიდან თქვენ წარმოადგენთ ბათუმის მერიას, რა მიდგომა გექნებათ ამ ავარიულ სახლებთან დაკავშირებით? როგორც უკვე აღვნიშნე, ავარიული სახლები ბათუმში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ეხა მიმდინარე პროექტი გვაქვს 3 ლოკაციაზე მიმდინარეობს მშენებლობა, სადაც უახლოეს მომავალში დავასრულებთ უკვე შიდა სარემონტო სამუშაოები მიდის და ვფიქრობ თებერვლის ბოლოსკენ უკვე 600-მდე ოჯახს გადაეცემა სრულად გარემონტებული, მოწესრიგებული, მოწყობილი უსაფრთხო საცხოვრისები. ასევე მომავალ წელს ვიწყებთ კიდე 2 ახალი კორპუსის მშენებლობას. ზოგადად ამ ძალიან სენსიტიური საკითხია და ხშირად გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით. განსაკუთრებით ეს არის, როდესაც საქმე გვაქვს მრავალ ბინიან კორპუსებთან. აქ მოსახლეობის მცირე რაოდენობა თუ წინააღმდეგია და ელოდება ინვესტორის შემოსვლას, რაღაცა უფრო კომერციული წინადადების შემოთავაზებას, უკვე პროექტი ვეღარ ხორციელდება. აქ უშუალოდ მე ჩავერთე პირადად უკვე ბატონ ვანო მაისურაძესთან ერთად, ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად და პირადად ვცდილობთ, რომ ეს ხალხი დავარწმუნოთ, იმიტომ რომ ავარიულ სახლებს რისკები აქვს და რაც უფრო ეს დროში გვეწელება, ეს რისკები თავისთავად იზრდება. გარდა ამისა, ბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროექტზე მუშაობთ, რომ უფრო დავხვეწოთ და უფრო მოქნილი გავხადოთ, რომ დროში მაქსიმალურად შევამციროთ ამ პროექტის განხორციელება. ძალიან კარგი. ასევე საბავშვო ბაღების საკითხი,
უტარდება თუ არა რეაბილიტაცია არსებულ საბავშვო ბაღებს და ამ მხრივ რა იგეგმება? მნიშვნელოვანია ყველა ბათუმში მცხოვრებ ბავშვი დადიოდეს უსაფრთხო, თანამედროვე და მყუდრო ბაღში. ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი. აქტიურად მუშაობთ ბაღების გაერთიანებასთან ერთად ახალი ლოკაციების შერჩევაზე, იმიტომ რომ მოსახლეობასთან არჩევნებამდე შეხვედრები გქონდა და არჩევნების შემდეგაც აქტიურად ხვდებით ბათუმის მოსახლეობას და ხშირად მოდის მოთხოვნები ახალი საბავშვო ბაღების გახსნაზე. ეხლა ამ ეტაპზე მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც უკვე პროექტი გვაქვს და დაიწყება მშენებლობა, ეს არის ოცნების ქალაქში. გარდა მაგისა, ეხლა გვინდა იმ უბნების იდენტიფიცირება, სადაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტი საჭიროება ახალი საბავშვო ბაღების 2026 წლის თებერვალში იქნება ბიუჯეტის ცვლილება და აქ აუცილებლად დავამატებთ ახალ ბაღებს, აი ზუსტად ამ მოთხოვნების შესაბამისად. კიდე ერთხელ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ბავშვს გქონდეს უსაფრთხო და მყუდრო გარემო. ამ ეტაპზე სამი საბავშვო ბაღი შენდება და პარალელურად 6 ბაღის რეაბილიტაცია ხორციელდება და ამას თავისთავად დაემატება მომავალ წელს უკვე მინიმუმ 2 საბავშვო ბაღი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ჩართული იყვნენ ჯანსაღი ცხოვრების საქმეში და მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის ქალაქის მერია აკეთებდეს უფრო მეტ სტადიონს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომ სპორტულ ცხოვრებას დაეუფლონ ჩვენი ბავშვები. ამისთვის რა აკეთდება? ეხლა ვიწყებთ უკვე ძალიან მალე რაგბის სტადიონის სრულ რეაბილიტაციას, პარალელურად ყველგან სადაც იგეგმება სკვერების, ახალი სკვერების მშენებლობა, იქ აუცილებლად მოეწყობა ახალი სტადიონები და სავარჯიშო სივრცეები, გეთანხმებით. სპორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და იცით ჩვენი გუნდის გაცხადებული პოლიტიკა, რამდენი ახალი სტადიონი და სპორტული კომპლექსი შენდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პოლიტიკას, ჯანსაღი თაობა არის ჯანსაღი ქვეყნის საწინდარი. გარდა ამისა, ახალი სტადიონის მშენებლობა და სავარჯიშო სივრცეების მშენებლობა საკმარისი არ არის. ჩვენ ჩავერთვებით მაქსიმალურად, რომ მოვახდინოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაცია, განსაკუთრებით სკოლის ასაკის ბავშვებში. ვისარგებლებ აქ თქვენი ეთერით, მინდა რომ დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცო ჩვენს ბათუმელებს, უსურვო ჩამრთელობა, ბედნიერება, ბევრი წარმატება. რაც შეეხება რას ვთავაზობთ ჩვენ, ვთავაზობთ ის, რაც არაერთხელ თქვი უკვე, თანაბარი განვითარება ბათუმის ყველა უბანს და ბათუმის თითოეულ ოჯახს. და დაგეგმილია ღონისძიებები ხო საახალწლოდ ქალაქ ბათუმში? ბათუმში დაგეგმილია ღონისძიებები, ეხლა რამდენიმე დღის წინ ავანთეთ ნაძვის ხე და მეც ყოველ საღამოს, ეხლა როდესაც მორჩებით ამ სამუშაო პროცესს, ყოველ საღამოს ნაძვის ხესთან გავდივარ ოჯახთან ერთად. გილოცავ წინასწარ, ესელი იყოს სასიკეთო მთლიანად ბათუმისთვის, ბათუმის მერიისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ დაგვთავაზეთ ინტერვიუს. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. აშასე ბათუმის მერს უსმენთ, ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რამდენიმე წუთში ჩვენ შეკითხვებს აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლხაძე უპასუხებს. წლების წინ პატარა ენერგია იყო. ყოველი წვიმის შემდეგ ოდნა ვიზრდებოდა. 12 წელი დასჭირდა სანამ ხედი ქცევოდა. და როდესაც თოვლი მოდიოდა, ყველაზე ლამაზი ის ხდებოდა. გაიზარდა, ტოტები გაშალა და შანგბადი გვაჩუქა. ერთ დღესაც ის უბრალოდ მოჭრეს. 12 წლის სიცოცხლე მხოლოდ ერთი დღისთვის დაასრულეს. კიდევ სულ მცირე 100 წელი უნდა ეცოცხლა. გაუფრთხილდეთ ბუნებას. ნუ მოვჭრეთ ნაცვლს.
მაშ ასევე ბრუნდებით ეთერში და ჩვენ შეკითხვებს როგორც გითხარით აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე უპასუხებს. სახელმწიფოების ხალბატონო ელისო, მადლობა რომ დაბრუნდით. სახელმწიფოების მოგესალმებით. ვიდრე ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, პირველ რიგში მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ. ელისო ბოლქვაძე, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ თავისი შემოქმედებით იყო აღიარებული. რატომ გადაწყვიტა ელისო ბოლქვაძემ ჩართულიყო ქართულ პოლიტიკაში? თქვენ ალბათ მეუბნებით პიანისტი ელისო ბოლქვაძე შემოქმედებით, დიახ. ძალიან კარგი შეკითხვა, მადლობა ამ შეკითხვისთვის. საინტერესოა, იმიტომ რომ ჩემს ცნობიერებაში საერთოდ პოლიტიკაზე ფიქრი დაიწყო უკვე 2015 წელს, როდესაც მე გავხდი იუნესკოს მშვიდობის არტისტი. აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა ჩემს ცნობიერებაში, ასე ვთქვათ, შეგნებაში. დავინახე, რომ ხელოვნება, ჩემი ხელოვნება, რომელიც იყო ძირითადად მიმართული იმაზე, თუ რამდენ კონცერტს დაუკრავდი, იყო სხვადასხვა ქვეყნები, მსოფლიო მოგზაურობები და შემდეგ. ამ სივრცეში ჩემ, ასე ვთქვათ, ახალი ხალხის გაცნობამ, ახალმა ღირებულებებმა მოიტანეს ის, რომ მივხვდი, რომ ეს შეიძლება იყოს ხალხის სამსახურში. ანუ ხელოვნება ხალხის სამსახურში. ეს ახალი ელემენტი იყო. და მის შემდეგ უკვე მე მგონია, რომ უკვე მომზადებული ვიყავი იმისათვის, რომ არა მხოლოდ პიანისტი ყოფილიყავი, არამედ ჩვენიერ დღეს ალბათ და მით უმეტეს ჩემ ქვეყანას თუ შემიძლია რომ რაიმე თივე მსახურო, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. თუმცა პოლიტიკაში თქვენმა შემოსვლამ ძალიან ბევრი თავდასხმაც გამოიწვია, ხო? გავრცელებული ის კადრები, რომელიც ნახეთ ჩვენ პარიზის აეროპორტში თუ არ ვწდები და სხვადასხვა არაერთი, თქვათ, შეტევა ყოფილა ელისო ბოლქვაძეზე. ხო არ გინანიათ შემდეგ უკვე? არც ერთ წამს არ მინანია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მე არ ველოდებოდი, რა თქმა უნდა, ესეთ შემოტევებს, თავიდან ვერ ვიგებდი ეს რატო ხდებოდა. მაგრამ როდესაც მაფრთხილებ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაფრთხილება მივიღე ამის თაობაზე და იყო საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკაში ეს არ არის უბრალო თემა და პოლიტიკაში განსაკუთრებით იმ დროს ქართულ პოლიტიკაში ეხლაც რა თქმა უნდა, მაგრამ არის განსხვავებული თემები. მე არასოდეს არ ვინანე, რა თქმა უნდა და დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ ამას ყოფილს გავუგზელი, ასე ვთქვათ, ბულინგს, იმიტომ რომ ეს იყო მართლაც რაღაცა საოცარი ბულინგი. რატომღაც იყო პრეტენზია იმაზე, რომ რატომ არ მაქვს მეუფლება ვიყო პოლიტიკაში, ვინ წამართვა ეს უფლება, ეს არავინ არ იცის, მაგრამ ეს იყო ძირითადი თემა. თუმცა მე ჩემთან არ გამოუწევი ამას, რა თქმა უნდა პროტესტი, მაგრამ ზიზღი არა, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ადამიანი მეზიზღებოდეს, მით უმეტეს ჩემი თანამემამულე. მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები ძალიან ბევრი, რომელიც ჩემ მეგობრები იყვნენ და დღეს ჩემთან არ აქვთ ურთიერთობა, შეცდომაში არიან უბრალოდ ბევრი შეყვანილი და მე ვფიქრობ, რომ აი სწორედ მართვის პოლიტიკა, რომელიც აქვს ოცნებას, ერთგვარ დღეს ისინიც კი მიხვდებიან, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გზა, რასაც ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს ამ გზას და ერთადერთი გზა არის ამისი და მე დაუმსახურებელი იყო, რა თქმა უნდა, ჩემს მიმართ და ყველას მიმართ ეს ბულინგი იყო დაუმსახურებელი და ეს არ არის საერთოდ არც ლამაზი და არც მისაღები, რა თქმა უნდა. შენს თანამემამულეს ესეთი ფორმით როცა ევცი. ქალბატონო ელისო, ვიდრე კულტურულ საკითხებზე დაგისვათ კითხვას, მოდით შევაფასოთ განვლილი ერთი წელი. არ იყო მარტივი, ხო? ტურბულენტური წელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. რა გზა გავიარეთ, თქვენ როგორ ფიქრობთ? ჩვენ გავიარეთ რთული გზა, პოლიტიკური გზა, მაგრამ ჩვენ გავიარეთ სწორი გზა და ხალხი პირველ რიგში ის რომ უწყვეტი მშვიდობა შენარჩუნდა, ეს არის უდიდესი მონაპოვარი. იმ დროს, როდესაც რეგიონში ესეთი რთული სიტუაცია კიდევ გრძელდება და ომები სხვადასხვა რეგიონებში, არაერთ ადგილას, მაგრამ ეს რთული ძალიან სიტუაცია ჩვენზე იმოქმედა, საქართველოს რა თქმა უნდა იმოქმედა, მაგრამ სწორმა პოლიტიკამ, ქართული ოცნების და სახელმწიფოს სწორმა პოლიტიკამ განსაზღვრა ის, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია წყნარად ვისაუბროთ კულტურაზე და ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ახალი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კულტურული ხედვები. ეს იმიტომ მოხდა, რომ ეს იყო დიდი ბულინგის მიუხედავად შიდა თუ გარე ძალების
ასე ვთქვათ, ძალიან დიდი პრესის მიუხედავად. პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ხალხი უკვე მომზადებულია იმისათვის, რომ იციან, რომ ეს არის საქართველოს თავისი ქვეყანა არის პირველი ნომერი პრიორიტეტი. და ამ ფონზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში იყო საპროტესტო აქციებიც, არეულობის შემოტანის მცდელობები იყო თუ რაც იყო, მოკლედ, თქვენ ისაუბრეთ ამ თემაზე, არაერთი ღონისძიება ჩატარდა აჭარის რეგიონში. ასობით, ხო, ალბათ. დიახ. როგორ შეაფასებთ იმ ღონისძიებებს, რომელიც თქვენმა სამინისტრომ დაორგანიზა და ჩატარდა, ასე ვთქვათ? შევაფასებდი ამას ძალიან კარგად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის რომ ახალი სამინისტრო შეიქმნა, ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა კულტურის სფეროს მიმართ და ეს არის ძალიან გამართლებული, საჭირო, რადგანაც აჭარაში არის უდიდესი პოტენციალი და მე ვფიქრობ, რომ ეს საღამოები და კონცერტები მრავალფეროვანი სხვადასხვა მიმართულებით ეს იყო უკვე საზოგადოების კონსოლიდაციის, ასე ვთქვათ, ერთგვარი გამოხატულება, რაც ძალიან გასახარებელია, ამიტომ რეზულტატი ნამდვილად მივიღეთ. 600-მდე ღონისძიება ჩატარდა, 75 ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული, 7000 ადამიანი ამ მომზადების პროცესში და 120,000 დაახლოებით, რაც ჩვენ დავითვალეთ, თქვათ, დარბაზში და ამსწრე ადამიანი და კიდე რა თქმა უნდა სოციალურ ქსელებში. რაც ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ მილიონობით ადამიანის მოზიდვა გვინდა, რა თქმა უნდა, შემდეგში სხვადასხვა პროექტები. ანუ იმ წლის გეგმა უკვე გაწერილი არის, ანუ რას გვეტყვით? გეგმა ყველაფერი გაწერილი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, მაგრამ ძირითადი პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, უკვე არსებობს რაღაც გარკვეული გეგმები, ფესტივალების, რომელიც ასევე სხვადასხვა დროს ჩატარდება, გარკვეული ღონისძიებები და პრიორიტეტი არის ის, რომ კულტურა იყოს ძირითადი ხაზი, ასე ვთქვათ, კულტურის პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებს სამინისტრო, ეს არის კულტურა შევიდეს ყველა ქალაქში, ყველა სოფელში და ყველა სახლში მიაღწიოს და იყოს ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ საზოგადოებას სჭირდება კონსოლიდაცია, საზოგადოებას სჭირდება ხელოვნება, ფოლკლორი, ყველაფერი ის, რასაც დგას ქართული კულტურა, რა თქმა უნდა. აჭარის რეგიონისთვის ფოლკლორი ერთ-ერთი წამყვანი საკითხი არის. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ მოზარდების, ახალგაზრდების სხვადასხვა ოლიმპიადებში მონაწილეობას. აი ამ მხრივ რას აკეთებს თქვენი სამინისტრო? ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენი სამინისტრო, როგორც ოლიმპიადებს, ასევე ახალგაზრდების ჩართულობაზე დიდი ზრუნვა მიდის. ჩვენ გვაქვს სხვა პროგრამები, სადაც კოსტიუმებს, თქვათ, ინსტრუმენტებს ჩუქნით. ეს იყო, მე მგონი, 6 მუნიციპალიტეტი, სადაც ყველგან გადაწყვეტა სამინისტროს, ასე ვთქვათ, დახმარება ყველას და ვცდილობთ, რომ არის გარკვეული, ასე ვთქვათ, პროგრამები, ფესტივალები, რომელიც ვცდილობს, რომ აამაღლოს მათი ცნობიერება, უფრო მეტად პროფესიონალური გახადოს ეს გუნდები და ანსამბლები, ცეკვის და სიმღერის მიმართულებით, იმიტომ რომ ეს ის ღირებულებაა, რაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალ დონეზეა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი აზორ ერქომაიშვილის უდიდესი დამსახურებაა ეს, რომ მრავალხმიერობა, ფოლკლორი, ქართული ფოლკლორის სალოტბარო სკოლები, ეს რაღაცნაირად სისტემაში მოვიდა, გაძლიერდა და ჩვენი ვალია, რომ ეს ყველაფერი გაძლიერდეს კიდევაც შემდეგში, მომავალში. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი ახალი სტატუსი თქვენი ინიციატივით რას ცვლის ეს ყველაფერი? სასწავლებლის სტატუსი თავისთავად ბევრ ამას შეცვლის, სკოლას მისცემს საშუალებას დაამყაროს უფრო მეტი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ურთიერთობები, ასევე დანერგოს უფრო მეტი ინოვაციები, უფრო მრავალფეროვანი გახდეს პროგრამები და ასე ვთქვათ, კონკურენტუნარიანი ეროვნული კადრები გავზარდოთ. ეს არის მთავარი ამოცანა ამის ყველაფრის. საგრანტო ფესტივალები და შემოქმედებითი პროექტები. როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი? ბევრი, ახლა მალე გამოცხადდება უკვე კონკურსი. რა თქმა უნდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეს, იმიტომ რომ ეს შექმნა კონკურენტუნარიანი გარემო, ბევრი ხელოვანი მოიზიდა, ბევრის მოტივაცია ამაღლდა ამ ფესტივალებით. წელს გვექნება განსაკუთრებული მიდგომები ამის მიმართ, იმიტომ რომ კრიტერიუმის ამაღლება მოხდება და ყველა ფესტივალი უნდა ემსახურებოდეს როგორც შიდა მოხმარებას, ასევე საერთაშორისო ცნობადობას და უნდა იყოს აუცილებლად განხილული როგორც მნიშვნელოვანი მოვლენა. არ შეიძლება სახელმწიფო თანხებით არ დაფინანსდეს ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებიც რაღაც განვითარებას მოუტანს რეგიონს. არაერთი ვიზიტი იყო თქვენი ევროპაში.
გაცვლითი პროგრამები როგორ აისახება საერთოდ ასევე გაცვლით პროგრამებზე იყო რამდენადაც ვიცი საუბარი თქვენი ვიზიტების დროს და ეს ყველაფერი თვითონ რას აძლევს რეგიონს ქალბატონო ელისო? პირველ რიგში აძლევს ცნობადობას, რა თქმა უნდა, რეგიონი საერთაშორისო რუკაზე, საერთაშორისო მსოფლიო რუკაზე იქნება როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მიმზიდველი ახალი ადგილი და ეს ყველანაირი ფესტივალი, რომელიც იქნება მაღალი დონის ფესტივალი, მოიზიდავს, რა თქმა უნდა, ამას ქვია კულტურული ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ხაზი და მე ვფიქრობ, რომ აი ყველა ჩემი წასვლა და ვიზიტი ეს მოიცავს ამას, რა თქმა უნდა, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან დიალოგი, კულტურული დიალოგის განვითარება და მჭიდრო ასე ვთქვათ, კავშირები ეს არის იმის საწინდარი, რომ ქვეყანამ ყველა მიმართულებით წაიწიოს წინ. ყველა ღონისძიება კარგია, მაგრამ საჭიროა ამისთვის ფინანსები. რამდენადაც ცნობილი არის, უფრო მეც მიიღებს კულტურის სამინისტრო, ვიდრე 2025-ში იყო. როგორ აისახება ეს ყველაფერი კულტურის სამინისტროს? 8 მილიონით მეც მიიღებს სამინისტრო, ნუ ეს აისახება იმაზე, რომ მოხდება აუცილებლად ხელფასების გაზრდა, იქნება მეტი საშუალებები, გაძლიერდება აი როგორც თქვენ ბრძანეთ სკოლები, სალოტბარო სკოლები, კლასიკური მიმართულება, ქართულ კომპოზიტორებს უფრო მეტი ყურადღება დაეთმობათ, ანუ პროგრამების სიძლიერე და ხარისხი გაიზრდება, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ქალბატონო ელისო გადაგიხადოთ და წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი 2026 წელი. ასევე გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. მადლობა. თქვენ უსმენთ აჭარის კულტურის მინისტრს ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს ორშაბათ შეხვედრის დახვედრას.